ბახიძე მშობლებთან შეხვედრაზე ჯერჯერობით ისევ უარს აცხადებს, მათთან კომუნიკაციაზე ამ დრომდე არ გამოსულა არავინ, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროდან. რა თქმა უნდა, დავსვით კითხვები იმასთან დაკავშირებით. მიხეილ სარჯველაძეს თუ ჰქონდა ბოლო დღეების განმავლობაში რაიმე ტიპის საუბარი მათთან, თუმცა გვეუბნებიან, რომ არავინ ინტერესდება მათი მდგომარეობით და მით უფრო მათი შვილების, მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები უკვე დაახლოებით 2 კვირაა უამინდობაში არიან კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯერჯერობით არსობრივად არაფერი შეცვლილა და არაფერი გაუმჯობესებულა მათი შვილებისათვის. ითხოვენ ისევ წამალს იმ მედიკამენტებს, რომელიც არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მათი შვილებისათვის, მათი შვილების სიცოცხლის განხორციელებისათვის. გუშინ აქ მათ ჰქონდათ მოლოდინი იმისა, რომ პუფებს არ შემოატანირებდნენ ეგრეთ წოდებულ პუფებს, თუმცა ეს ბრძოლა მათი გამარჯვებით დასრულდა, თუ კი შეიძლება ამას გამარჯვება ეწოდოს, თუმცა ამბობენ, რომ პირველ ეტაპზე მათ მოახერხეს, რომ მინიმალური კომფორტის საშუალება განითავსებინათ კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა ამბობენ, რომ ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია, როდესაც გამარჯვებად შეიძლება მიიჩნიოს ადამიანმა ისეთი მარტივი და პრიმიტიული საკითხის მოგვარება, როგორიც არის პროტესტის მონაწილეებისათვის პუფების, ეგრეთ წოდებული პუფების განთავსება კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე. რაც შეეხება სამოქმედო გეგმას, ამბობენ, რომ სანამ არ დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნა მედიკამენტების საქართველოში შემოტანასთან და ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მსგავსად ამ აპრობირებული მეთოდით მკურნალობასთან დაკავშირებით, იქამდე არაპირებენ ბრძოლის შეწყვეტას, ასევე კვირას 5 საათზე იქნება მარში და ამბობენ, რომ ეს მარში ყოველ კვირას გაიმართება იქამდე, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. აქცია გრძელდება უკვე მერვე თუ მე-9 დღე. თავისთავად სანამ წამალი არ იქნება შემოტანილი, არ ვაპირებთ ამ აქციის შეწყვეტას, რადგანაც ბავშვებს ეს წამალი აძლევს შანსს გადარჩენ. ეხლა ბავშვს უწერია მხოლოდ სიკვდილი 20-25 წლის ასაკში. ასე რომ წამლის გარეშე აქედან წასვლას აზრი არ აქვს არანაირი. იმედი არის, რომ მეტ ადამიანობას თუ პროფესიონალიზმს გამოიჩენენ და ის წამლები, რომლებიც უკვე აპრობირებულია FDA-ის და EMA-ს მიერ, ის მაინც იქნება შემოტანილი საქართველოში. და იმედი გვაქვს, რომ დააფინანსებენ უახლოეს მომავალში და მისცემენ ბავშვებს შანსს გადარჩენის. ყოველ კვირა დღეს იქნება მსვლელობა დაგეგმილი ფილარმონიიდან კანცელარიამდე და უწყვეტი აქცია გრძელდება თავისთავად კანცელარიის წინ. ძალიან გვჭირდება წამალი, იმიტომ რომ ჩვენი ბავშვები უკვე ძალიან ისეთ მდგომარეობაში არიან, ძალიან ბევრი ყავს ეტლში, ვინც სუნთქვის აპარატებზეა და მაგათაც უნდათ სიცოცხლე. ყავს პატარები, რომელიც ჯერ კიდე დარბიან და ცოტა დარჩათ დრო, არც ერთ პარლამენტის წევრს, არც ჯანდაცვის მინისტრს არ აქვს ჩვენთან არანაირი კომუნიკაცია. რამდენი დღეა მშობლები აქ ვდგავართ და არავინ არ გველაპარაკება და არაფერს არ ცდილობს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტების საქართველოში შემოტანას და მკურნალობის ამ მეთოდის დანერგვას დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების ოჯახის წევრები და მშობლები უკვე დიდი ხანია ითხოვენ, თუმცა მას შემდეგ, როდესაც მათმა პროტესტებმა და მათ შორის დიალოგებმა და საუბრებმა ვერ გამოიღო ვერანაირი შედეგი ქართული ოცნების წარმომადგენლებთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან, მიიღეს რადიკალური გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ნებისმიერ უამინდობაში გაატარონ დრო, იყვნენ დარჩნენ 24 საათის განმავლობაში მორიგეობითა და მონაცვლეობით მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს გადაწყვეტილება არ გადახედილა, არც გადაიხედება, ასე გვეუბნებიან და ამბობენ, რომ ერთადერთი რაც მათ პროტესტს შეაწყვეტინებს, იქნება მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება საჭირო მედიკამენტების საქართველოში შემოტანასთან დაკავშირებით.